გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ეს ორი დღეა სოციალურ ქსელებში ატეხილ ერთ ძალიან დიდ ისტერიკას. რომელი ისტერიკაც პირდაპირ მინდა ვთქვა, ეს ისტერიკა არის საქართველოს მტრების გაჩაღებული, მოღალატე ქართველების გაჩაღებული და გვარით არა ქართველების მიერ რო ქართველობენ, მათ მიერ გაჩაღებული კამპანია. გულისხმობ რა ფაქტს? ფაქტი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში 17 მაისს კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის და გიორგი მიქაუტაძის ამბავს ეხმაურება, რომ თურმე მათ ეცვათ მაისურები 17 მაისს, რომელზეც LGBT დროშები იყო გამოსახული. აი, ვინც არა საქმის კურსში, მინდა გაჩვენოთ რა ფაქტს გულისხმობ და რაზე არის საუბარი. აი, ეს ფაქტი, რომელიც ლიბერალურმა ტელევიზიებმა და მასმედიამ და ლიბერალურმა ბლოგერებმა აიტაცეს, რომ თურმე კვარაცხელიას და ამ ბიჭებს თურმე ესეთი მაისურები ეცვა და რა თქმა უნდა ამას მოყვა შემდეგ გაგრძელება და გაგრძელება და გაგრძელება. მოკლედ, რა ფაქტთანა გვაქვს საქმე, უბრალოდ ამას მინდა გამოვეხმაურო და თავშივე მინდა ვთქვა, რომ აი ეს ვინც ააგორა, ეს ყველაფერი ვინც ააგორა, აბსოლუტურად ყველა არის მოღალატე. ვინც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, ვინც ამ ბიჭების გაშავებას ცდილობს. მოკლედ, საქმე რაში იყო? აი ამ ულტრალიბერალურ დასავლეთში ყველამ კარგად ვიცით, 17 მაისი ითვლება ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ. და აბსოლუტურად ყველა გუნდს და ყველა გუნდის მოთამაშეს საფრანგეთის ჩემპიონატში სპეციალურად ამ დღისთვის აბსოლუტურად ყველას ხაზს უსვამ. აქ არისო ვინმე გამონაკლისი, შენ ჩაიცვი მხოლოდ, შენ დაიხურე. სოლიდარობის ნიშნად ამ გაპიდარასტებულ ევროპაში შეუკერეს ესეთი მაისურები, რომელ მაისურებზეც იყო გამოსახული LGBT დროშის ფერებში, ანუ სოლიდარობის ნიშნად. ყველამ აბსოლუტურად ითამაშა გამონაკლისის გარეშე ამ დღეს ამ მაისურით. რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ საფრანგეთის ჩემპიონატში, კვარაცხელია, დავითაშვილი და მიქაუტაძე, ესენიც მონაწილეობდნენ და რა თქმა უნდა, როგორც სხვა და მთელი გუნდები და ყველა მოთამაშე იცოდნენ, მათთვისაც დაამზადეს ესეთი მაისური და მათაც ითამაშეს ასეთი მაისური. ახლა რომ გითხრათ, მე როგორც ქართველს, მართლმადიდებელ ქრისტიანს მომეწონა ეგ ყველაფერი თქვა, რა თქმა უნდა ტყუილი იქნება, ხო? რა თქმა უნდა არ მომეწონა, მაგრამ ბიჭო, რაღაცას ხო აქ თავისი ამომავალი წერტილი. ამ ხალხმა გამოვიდა როგორც კაშიასავით დემონსტრაციულად LGBT სამკლაური გაიკეთა, LGBT დროშა აწია და თქვა, რომ აი ჩვენ LGBT თემს უჭერთ მხარს და ასე შემდეგ. ასე მოიქცა ეს ხალხი? თუ რა უნდა იქნათ ახლა ამ ბიჭებს უნდა გაიხადათ ეს მაისურები და ტიტულები უნდა გამოსულიყვნენ სტადიონზე და უნდა ეთქვათ, რომ ჩვენ ამას არ ჩავიცნებთ პროტესტის ნიშნად და ამით დაესრულებიათ საფეხბურთო კარიერა, მთელი ცხოვრებისეული ამბავი ამ ფეხბურთის მიმართულებაში და შეირაცხებოდნენ ჰომოფობებად, ამათ, იმათ, როგორც ხდება და შავსიაში შევიდოდნენ და ყველანაირად გადაუსვებდნენ ხაზს. ახლა თუ ჩვენ საუბრობთ, სიმართლე გითხრათ, წმინდა ქრისტიანული და მართლმადიდებლური თვალიდან გამომდინარე და აზროვნებიდან გამომდინარე, ალბათ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ კი ბატონო, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ასეც უნდა მოქცეულიყო და ყველაფერზე უნდა ეთქვა უარი, მაგრამ მეორე საკითხი არის, იცით? როდესაც გამოდიხარ შენ ადამიანი, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება აყროლებული, ჩასრული ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები. და ეძებ მაქსიმალურად ხინჯს იმაში, რომ ეს მოთამაშეები, რომლებმაც საქართველოს ამდენი სიხარული და ამდენი ბედნიერება და ამდენი სიკეთე მოუტანეს, გააშაო უბრალოდ და გაათახსირო და
დაასწორო საკუთარი მოსახლეობის თვალში, მოუკლა мотиваცია, მოუკლა გული სული იმისთვის, რომ საქართველოში თამაში სურვილი დაეკარგოს და შენ თვითონ ბიჭო გარყნილს, გადაგვარებულს, მათხოვარს, ნაძირალას, ვირთხას 1000 უბედურებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული შენი ქვეყნის დაქცევაში, ღალატში, რა ვიცი, ყველაფერ უბედურებაში და როდესაც გამოდიხარ და თავი გინდა წარმოაჩინო დიდ მართლმადიდებელ ქრისტიანად და გინდა ეს ხალხი დაძირო და გაათახსირო და ამას დიდ მართლმადიდებლობას და დიდ ქრისტიანობას ეძახი, შენზე მეტი ნაძირალა და ვირთხა არავინ არ არის. ხო. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც ესეთი ისტერიკა მოაწყვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველას ეხება რა. თქვენ წარსულში ჩაიხედეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხაზგასმით ვამბობ იმას, რომ წმინდა ქრისტიანის თვალთახედვიდან, რა თქმა უნდა, ასე უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ ბიჭო, სხვას რო განიკითხავ, შენ თვითონ როგორი ქრისტიანი ხარ, შენ თვითონ ვინა ხარ, შენ თვითონ რას წარმოადგენ? მე ამაზე მაქვს საუბარი, თუ არა, მე არც მხარს უჭერ იმას, რომ ეცვა და არც იმას ვითხოვ სიმართლე გითხრათ, რომ გაიხადათ. მათი ცხოვრება, მათი ხედვა არის ამ ყველაფერზე და როგორ ჩათვალე საჭიროდ მოიქცენ ისე ეს ადამიანები. ხა მე როგორ მოიქცევდი, ეს სხვა საკითხი არის, ხო? მე ჩემი შეხედულებები მაქვს, ჩემი ცხოვრების გზა მაქვს, ჩემი პრინციპები მაქვს, ჩემი მიმართულება მაქვს არჩეული და რა თქმა უნდა მე ჩემი და ამ ხალხის შედარება ერთმანეთთან ცოტა არ არის ნორმალური, იცით, რაღაც არასწორი არის ეგ ყველაფერი. მაგრამ ახლა მინდა ხშირად რომ მეკითხებით აქ შემოხდებით ზოგ-ზოგი ერთები და მეკითხებით რომ ალტინფოს რას ერჩი, ალტინფოს ბიჭებს რას ერჩი, მორგოშიას ნაირი ხალხი სადა, ბექავარდოს ანიძის ნაირი ხალხი სადა. ზუსტად ამ ხალხზე მინდა, იმიტომ რომ ამ ხალხმა დაიწყო დიდი ქრისტიანობის როლის თამაში, დიდი ქრისტიანობის როლის მორგება და მინდა ცოტა რაკურსი ჩაგიტაროთ ამ ყველაფრის. მე ადრეც ვთქვი და კიდე ერთხელ ხაზს გაუსვამ ერთ რაღაცას, რომ მე ამ ხალხზე შემოგარგებო, არც სურვილი მაქვს ლაპარაკის და არც იმსახურებენ ესენი ყურადღებას, მაგრამ მე მინდა დაგანახოთ თუ რა დონის გნიდა ხალხი არიან ესენი. გნიდა ხალხი, ჩამოყალიბებული გნიდები, რომელ გნიდებსაც მეტი არაფერი არ შეუძლიათ ვითომ დიდი ქრისტიანის როლის თამაში და ესეთი ჩასრული საქციელების ჩადენა. მით უმეტეს მაგათი რუპორი რო არის ეს ქეთინო ქათმოსანიძე რო ეს ბექავარდოსანიძეზე რო არის ლაპარაკი რა. და მათი სახე კიდე ერთხელ გამოჩნდა ამ ყველაფერში და ახლა მინდა დაგანახოთ ერთი გაგაცნოთ მათი ჭეშმარიტი სახე. ეს არის მე არც უყურებთ, არც მაინტერესებს მაგათი არც არხები, არც ინფორმაციები და არაფერი, მეგობრებო, უბრალოდ ჩამიგდო. კარგად დააკვირდით, ტელეგრამის არხი არის ეგეთი, შეიძლება ხარ რეკლამასაც უკეთებ ამ ქათამს, სადაც ამ ბექავარდოსანიძემ გამოსახა თავისი პოსტი, სადაც არაფერს არ ვაბრალებ, ბექა ნიუსი, კოკა მორგოშია და მათი გვერდი არის, შეგიძლიათ შებრძანდეთ და თქვენი თვალითვე იხილოთ ეს ყველაფერი, სადაც წერენ ასეთ რაღაცას რა, ყვარა არ შემცდარა. შენაირი მაგარი ქოცები როგორ გააправებენ ახლა? შეხედეთ? სენეგალელმა კაცმა გაჯობა ყვარა. ფარისეველი, კარიერისტი. დააკვირდით ამ ჩამოყალიბებულ ნაბოზვარს, მართლა პედერასტს, მართლა სულით, გულით, საქციელით, ხორცით პედერასტს, მაგრამ უარეს გეტყვით რა. ეს თქვენ გონიათ ეს ბექანიუსები და მათი ბლოგები და მათი საქციელები მათგან მოდის? ეს აბსოლუტურად ყველა დაწერილი, დამუშავებული სუსის ინსტრუქცია არის, მიცემული აქვს აი ამ ნაგავს, აი ამ გნიდას, რომ ესეთი რაღაცები აიმასქნას და ეს ბიჭო, იმ ფურმა ჩამწიხლოსო, რომელიც ჩემზე მეცო იწველებაო. რო დაიწყეთ ამ ადამიანების ლანძღვა და გინება და შეურაცხყოფის მიყენება, თქვენ თვითონ რა გაგიკეთებიათ, ბიჭო, მთელი თქვენი ცხოვრებით, მთელი თქვენი არსით საქართველოსთვის. დაიწყეს ახლა და ერთ პოსტზე მარტო არა ლაპარაკი, ესა მიზანმიმართული კამპანია დაწყებული, დააკვირდით, შეხედეთ, ესეთი ბინძური, შემდეგ ამას მოყოლებული ასეთი მაგალითად, ასეთი
პოსტების მიძღვნა, რომ თურმე თვითონ იბრძოდა და ესენი ესა რა ქვია იბრძოდნენ ამ ყველაფრის წინაშე და ამათ მხარდასაჭერად თურმე ოჯახის სიწმინდის დღეზე თურმე კვარაცხელიამმა და სხვებმა ერთი პოსტი არ დაწერეს და ერთი სტორი არ გააკეთეს თურმე იმისთვის რომ ამ ხალხისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებიათ და თურმე გეი ევროპის ისინი ჩაიცვეს მაისურები და დაგვირდით ახლა და ტექსტები წაიკითხეთ. აი ტექსტები წაიკითხეთ ამათი თქვენვე შეგიძლიათ შებრძანდეთ უკაცრავად ერთი წუთით დამეუდეთ. აი მე ძალიან მინდა რომ აი ამათი დამპალი ბუნება, აი ამათი ნაგავი, ვითომ ფსევდოეროვნული, ვითომ რაღაცის წარმომადგენელი და ვითომ რაღაცა რო გაუკეთებიათ მისი ქვეყნისთვის და აქ ბარეორი დასირებული რო შემომივადეთ, ბარეორი დასირებული დამიწყებს რა სერჩი კონსერვატორებს და ალტინფოს ბიჭებს. რო იცოდეთ ისე ხო? ჩემო კარგებო, კაცი შვილი არ წერს აქ ამ პოსტებს თავისი იმითი რა ქვია ინიციატივით ეს ყველაფერი გადის თავის შრეს და ახლა ვიგეტყვით რატო. და ამ შრიდან გამომდინარე იქნება ეს პოსტები და მიმდინარეობს და ეს გაშავება გამუშავება ამ ადამიანების და ახლა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, აი ელემენტარულად რა, აი დააკვირდეთ რას, აი დააკვირდით აი ამ ნაგავის პოსტებს, შეხედეთ როგორც აცხობს შეურაცხმყოფელი ტონით, შეურაცხმყოფელი ფორმით, მაგრამ ერთადერთი პლუსი ამ ყველაფერს რა გააჩნია? ამ ყველაფერს გააჩნია ერთადერთი პლუსი ის, რომ ეს ყველაფერი არის გამართული ქართულით, გრამატიკულად, ამ ყველაფერს გავლილი აქვს კორექტურა, ამ ყველაფერს გავლილი აქვს ორთოგრაფიული შემოწმება, გრამატიკული შემოწმება, ყველაფერი გამართული არის აბსოლუტურად გამართულ ქართულ ენაზე არის დაწერილი, აი დააკვირდით ამ ყველაფერს. აი ამ გამართული ქართული ენით მიეწოდება საზოგადოებას ეს ყველაფერი ეს საწამლავი. გამართული ქართული ენით. ერთი შეცდომა რო არ მოგივა, ხო? ვინც ახლა ბექა ქათმოსანიძის და ამათი განათლება იცის, სამიანზე ვერ დაწერენ ქართულ იმას, რა ქვია, წერას. აღარა მაქვს სუფთა წერაზე ლაპარაკი და არა მაქვს გრამატიკულ სრულიად ხუთიანი პლუსის ქართულ გრამატიკაზე საუბარი. ეს ყველაფერი არის დაწერილი სუსში. ეს ყველაფერი მიწოდებული აქვს აი ამ პედერასტს, აი ამ ჩათალახს, აი ამ ნაძირალას, აი ამ ქვეწარმავალს და მის გამპრავლებლებს, რომლებსაც თვითონ თავიანთი დამპალი ბიოგრაფია. აიღეთ თითოეულის ბიოგრაფია. მათ შორის კეთინო ქათმოსანიძის, მათ შორის აი ამ ვითომ დიდი თავდადებული იმათი, რა ქვია, კონსერვების და ჩახედეთ მათ ბიოგრაფიას, რა გაუკეთებიათ სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. აი ახლა რო ძალიან შეუყვარდათ 40 წელს რო გადაცდნენ და ახლა რო შეუყვარდათ სამშობლო, რომელიმეს ან ჯარში კონდეს ნამსახურები, ან უსამართლობაზე კონდეს თავის დროზე ხმა ამოსაღები და ამოღებული, როდესმე უანგაროდ კონდეს რამე მისი ქვეყნისთვის გაკეთებული და როდესმე მსხვერპლი ქონოდეს გაგებული. ჩახედეთ მათ ბიოგრაფიებს. აბსოლუტური უმრავლესობა პუჩისტების შთამომავალი არის. პუჩისტების ნაზირალა შთამომავალი არის. ეს სპეციალურად მოკრეფილი ნაგავია, გადაფარებული აქვს ესე საპატრიარქოს ესა კალთა ჯაღმაიძის თამადობით და ქმნიან ესეთ სიბინძურებს, რომ თურმე ესენი არიან ძალიან მაგარი ქართველები თურმე. და ესენი დგანან თურმე სულიერების სადარაჯოზე. აი სულიერების სადარაჯოზე დგანან თურმე და აი კიდე რა არის სვენებენ, იცით, აქ უამრავი პოსტი აქვთ გამომცხარი ამ საკითხთან დაკავშირებით და აი თურმე როგორი ცუდი არიან ეს ბიჭები, რომლებმაც თურმე ის მაისური ჩაიცვეს, რომელი მაისურის მთელი საფრანგეთის ფეხბურთელებისთვის არის შექმნილი და თურმე საქმე იმაში არის, რომ ესენი რა კარგები არიან, რა მართალი, რა როგორი ქრისტიანი, როგორი მოწამე შეწირული ქართველები არიან, თურმე აი ესენი წუხან ამას. ბიჭო, კიდე ერთხელ ვამბობ, მე არც გამართლებას ვაძლევ ამ ყველაფერს, არც იმას ვაძლევ, ჩემო კარგებო, არც მხარდაჭერას ვაძლევ. და არც იმას ვასწავლი მე ამ ხალხს ასექენი და ისექენი. მათი ცხოვრება მოიქცევიან ისე როგორც მოიქცევიან კაცო. და მოიქცენ ისე. ჩათვალეს ასე მოიქცენ, ვინმე არ მისულა აქ და LGBT დროშა არ აუღია და არ შემოუხვევია კი სერზე მხარს უჭერ LGBT-ებს. ვინმე არ მისულა აქ და არ გაუკეთებია სამკლაური და ხელზე არ შემოუხვევია იმის გამო, რომ LGBT თემს უცხადებ მხარდაჭერას. იყო საერთო ფორმა, რომელი ფორმაც კიდე არ გინდა უნდა ჩაეცვა. ახლა ეს რო ამ ხალხს არ გაეკეთებია, მე გეტყვით, იმიტომ რომ მე აქ ყოფნაში ძალიან
ჯერ მაგაც მქონდა მაგ სისტემასთან შეხება და აქ ყოფნაში განსაკუთრებით მომიწია ამ დამპალ სისტემასთან შეხება, რომელთა აქ გაღმერთებული არის LGBT პროპაგანდა. აი ეს არის თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა კონგლომერატი არის. ეს არის თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სისტემა, საზოგადოებრივი სისტემა, ჩამოყალიბებული არის ასევე ბიზნეს სისტემა, რომელიც სისტემაც თუ დაგეჯახება ადამიანს როგორც პიროვნებას, გაგანადგურებს. ჩვეულებრივი ტერორისტული იდეოლოგია არის. აუცილებლად გაგანადგურებს. გაგანადგურებს იმ მხრივ, რომ შეგრაცხავენ ჰომოფობად, შეგრაცხავენ ემათ რა ქვია, კაცმოძული ადამიანად ჩაგაგდებენ შავსიაში აბსოლუტურად ყველა გაგიწყვიტავს კონტრაქტს, აბსოლუტურად ვერსად ვერ დაიწყებს სამუშაოს, თუ რამე პრივილეგია იქნება ჩამოგერთმება, შეიძლება დაგიჭირონ კიდეც უბრალოდ იმის გამო, რომ თქვა, რომ მე ამას არ ვეთანხმები. უბრალოდ აი ეს სიტყვა რო თქვა. მე გავიარე ეს ყველაფერი აქ, მე ჯერ ჩემ ქვეყანაშიც გავიარე ეს ყველაფერი, აქაც გავიარე. აქაც, როდესაც პოლიტიკურ გასაუბრებებზე ვიყავი, მქონდა საუბარი, ერთადერთი მთავარ პრობლემას მეუბნებოდნენ ამას მე. შენ ხარ ორთოდოქსი მართლმადიდებელი გასაგებია და რასაც შენ ამოფრო შენი რწმენა გარგაძლევს იმის უფლებას, რომ ამ ყველაფერს თავი დაუხრა და ტაში დაუკრა და მიესალმო, მაგრამ შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს საქართველოში უნდა ტარდებოდეს თუ არა გეი პარადები. უბრალოდ ეს სიტყვა გითხარით და დანარჩენზე არაა სალაპარაკო. დანარჩენი არ გვაინტერესებს ჩვენ, დანარჩენს ყველაფერს და პიდარასტის ყავდა სხვათა შორის გასაუბრებაზე. და ყველამ რო ილაპარაკა, როგორც ისა რა ქვია, ბრანდებელი პროკურორი წამოვიდა და წამოხდა ზეპირად ჰქონდათ, ხელის გულზე ჰქონდათ ჩამოწერილი ყველაფერი საქართველოში კინწურაშვილის კანტორა რო არის ეს კახბა ძუკნა მითების დეტექტორი და MDF-ი და ეს მთელი სასოროსეთის ბუნაგი გამოწერილი ჰქონდათ თავიდან ბოლომდე ყველაფერი იმის შესახებ, რომ მე თურმე როგორი დაუნდობელი ვიყავი ამ LGBT თემის მიმართ. და თურმე მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახელზე არ იყო არც ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული, არც ერთი საჩივარი შემოსული, არანაირი ჯარიმა დაწესებული, მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორი ვიყავი თურმე მოძალადე, როგორი მკვლელი, მტყნელი, რა ვიცი, უბედური აქეთ-იქეთ და ვეკითხები გასულ თუ ამნაირი უბედური ვიყავი, ერთი საჩივრის წერა მე ვთხარი რა გავუხდათ მეთქი რა. ვერ დაწერეს მეთქი, მაკრო წერენ, მასე შეიძლება 1000 რაღაცა დაწერონ მეთქი, მაგრამ ყველაფრის რო გჯერათ მეთქი, თქვენი მიკვირს მეთქი რა. თქვენ ხო ჩამოყალიბებული, ვეკითხოთ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენთვისო ეს ყველაფერიო, რა ვიცი, საო, რა ქვია, დედაო ამ ყველაფრისო რა, დემოკრატიის შუქურები არიანო და ეს საფრანგეთის საელჩო მოგვაწოდა და ამან მოგვაწოდაო და თქვიო შენო უბრალოდო რომ ამ თემის მიმართო ტოლერანტული ხარო და მაშინო პრობლემა არ გვექნებაო შენთვისო თუ არაო, რასაც შენ საქართველოში აკეთებდიო და როგორც შენ საქართველოში მოქმედებდიო და რა დამოკიდებულებას ჰქონდა ამ თემთან მიმართო, მაგისთვისო საფრანგეთშიო ჩვენ 4-15 წლიანი პატიმრობა გვაქვს გამზადებული. და აქ რო შენო ანტი-LGBT აქციები გამართო და ანტი-LGBT აქტივიზმი გამოიჩინო და რაღაცა ციხე გაგუთნე ჩვეულებრივად. აი ესაა თქვენი ევროპა. აი ეს არის თქვენი ევროპა. რა თქმა უნდა, უთხარი არა. არ ხდება და ვერ მოხდება ესეთი რაღაცები საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არის მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყანა და არასდროს არ იქნება. ნუ კაი, არ იქნება, გაწვალდები, გიწვალებ ბოლომდე. ელემენტარულს კეთვით. არც ღამის გასათევი ერთი ღამით მოუციათ. აქამდე არც საქმის განხილვა დაუსრულებიათ. არც საბუთი არაფერი საერთოდ სამსახურის და ამის უფლებაზე ზედმეტია ლაპარაკი. ბოლომდე გამატარეს და მატარებდნენ მათი ჭკუით, რომ მე როგორც პიროვნება, რადგანაც არ ვიყავი ტოლერანტი, უნდა დაუღუპულიყავი აქ. ხო, კარგად იცოდნენ, აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი უცხო ქვეყანაში, სამშობლოში არ ჩამესვლელებოდა, მქონდა მილიარდი პრობლემები, ჩემი პრობლემები, მაგრამ რადგანაც არ ვიყავი ამ პიდარასტების ტაშის მკვრელი არც იქ და არც აქ, აი ეს პრაჟარკა უნდა გამევლო. გამატარეს. მთელი ამ ხნის მანძილზე აი ესა მაგათ დემოკრატია. და ახლა მე რო ყოფილიყავი ამათთან რომელიმე სამსახურში ან რაიმე დოკუმენტი მქონოდა ან რაღაცა, ან დამიჭერდნენ ეშობელძაღლები ახალი ან და ის იქნებოდა, რა ქვია, ჩვეულებრივად ყველაფერს გამიწყვეტდნენ და დამტოვებდნენ მშიერს და მწყურვალს და მე საუნდა წავიდეს ადამიანი. საუნდა წავიდეს ადამიანი, ბიჭო, ვიღაცაზე კი არა მაქვს და მარტო საფრანგეთზე კი არა მაქვს ლაპარაკი. მარტო საფრანგეთზე კი არა მაქვს. იგივე ხდება გერმანიაში. გერმანიაში უარეს გეტყვით. ჩვენ მეგობარი არის, შემიძლია უწოდო ჩემ თავს, რომ ვართ მეგობრები, ჩვენ ურთიერთობას დავარქვა. უდიდესი გერმანელი მეცნიერია. ვიღაცა არ არის. უდიდესი გერმანელი მეცნიერი, რომელიც არ არის ამ იდეოლოგიის მომხრე. რაც გერმანიაში მიმდინარეობს ლიბერასტული, პიდარასტული პოლიტიკა არის გერმანელი კაცია.
დოქტორია. უზარმაზარი სამეცნიერო ხარისხია. კარგად იციან, რომ ეს ადამიანი მიუხედავად იმის აქტივიზმს არ გამოხატავს ქუჩაში და ერთ სიტყვას არ ამბობს არც Facebook-ზე, არც ესე, არც ესე, იციან ამისი პოლიტიკური იდეოლოგიური შეხედულება. კაცმა სამეცნიერო ხარისხი დაიცვა. სამეცნიერო ხარისხი რომ დაიცვა, მთელი ეს საპიდარასტეთი, რომელიც არის სინამდვილეში წარმოადგენს დაზვერვის და აგენტურის ქსელს, შემოესიენ და სადღაც მიუგნეს მის სამეცნიერო ნაშრომში, რომ მდედრობითი და მამრობითი სქესი ჰქონდა მარტო ნახსენები. აი მარტო მხოლოდ და მხოლოდ ეს ჰქონდა ნახსენები. სხვა არ ჰქონდა არაფერი ნახსენები. ანუ ის დამატებით 65 პლუს გენდერი და მსგავსი რაღაცეები. უჩივლეს, მოითხოვეს ამ ადამიანის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევა, ამ ადამიანის გამოცხადება როგორც კაცთმოძულე, ჰომოფობად, უბედურად, რაღაცად აქეთ, იქეთ, უბრალოდ მარტო აი ამ მიზეზის გამო. და ადამიანს დაჭირდა წელიწადზე მეტი ლინგვისტების, რა ვიცი, მეცნიერების ყველაში ჩარევა, რომ პასუხი გაეცა ამათთვის, რომ მეცნიერებაში უბრალოდ ბიოლოგიაში და ქიმიაში და მეცნიერულ ენაზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორადორის სქესი, მდედრობითი და მამრობითი და ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური და რაღაცა სხვა ნაშრომი, სადაც შეიძლება იქნას მოხსენიებული პლუს 65 გენდერი. პლუს 65 გენდერი. და იძულებული გახდნენ თვითონ გერმანული სისტემა, რომ ბოლო-ბოლო დანებებოდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მეცნიერებაში უშუალოდ მეცნიერება არ აღიარებს იმას, რა ქვია, პლუს 65 სოციალურ გენდერს. მაგრამ ამ ადამიანს რომ დამტკიცებოდა, რომ ის არ იყო ამ LGBT-ების მომხრე, ამათი მოტაშფანდურე და ამ იდეოლოგიის მომხრე, რა ელოდებოდა იცით? ჩამორთმევა ყველანაირი სამეცნიერო ხარისხის შავსიაში შესვლა აბსოლუტურად ვერსაც სამსახურს ვერ დაიწყებდა, ოჯახს ვერ შეინახავდა და შეიძლება დაიჭირათ კიდეც კაცმოძულეობის გამო. აი ეს ხდება ამ თქვენ ბედნიერ ევროპაში, ბედნიერ ევროპაშიც ასე კისრისტეხით მორბიხართ. და აი ამ ქათმებს მინდა უთხრა რა, აი ამ ქათმოსანიძეს და მის ქათმებს. აი სად არის ესა? როგორც წერენ შიგ ევროპაში და ისო, ნუ ჯანდაბასაც წავიდა ამისისა. ხო. აი ესო კარიერისტი ხარო და ესახარო და წინ ევროპაშიო და ეგეთი რაღაცეები რო უწერია. ჩემო კარგო, ჩემო ქათმოსანიძე. მე გეუბნები ერთ რაღაცას. შენს მიერ კურთხეული და შენს მიერ ნაფერები წმინდა, ეგრეთ წოდებული წმინდა სინოდი და თქვენი პატრიარქი ტაშფანდურით მიესალმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირში გაწევრიანებას, რომ ასეთი კანონები იქნას საქართველოში მიღებული, რასაც ითხოვს ევროკავშირი საქართველოდან. მაგრამ თქვენ და თქვენი ხროვა და თქვენი ბანდა და თქვენი ბუნაგი ერთხელ არ გამოსულა და ერთხელ სიტყვა არ უთქვია, რომ ჩვენ რა ევროკავშირში მივდივართ, კაცო საქართველო ვართ, დამოუკიდებელი ვართ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. ერთხელ და ორჯერ ყოფილა პატრიარქს არ განუცხადებია ეგეთი რაღაცეები? პირდაპირ მისალმება არ იყო, რომ იგვიღებს, რომ იმედი გაქვთ ევროკავშირის, აგერ არ გახდა ევროპის დღე რომ მიულოცა, ესა 9 მაისს. ხოჩალადებ დავით, ხოჩალადებ. მოხდე. აი ამაში არის საქმე. ამაში არის მთელი უბედურება. თქვენ ხართ ბიჭო ფარისევლები, თქვენ ხართ ყველაზე გნიდა ხალხი. ამაცი არ ამაქვს ლაპარაკი კიდე. აი ეს მამაშვილი მამფალები რო არიან, ეს დაცურებული რო აქვთ ესა, ცოტა შერყეულები რო არიან, ამათთან არ ამაქვს არაფერი ისეთი ის დამოკიდებულება ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო. ესენი არიან ასეთი ადამიანები, ესენი იდეოლოგიურად თვლიან, რომ რაღაცნაირი LGBT დროშა თუ გამოჩნდა სადმე და ამასკენ და იმასკენ, აი ეს ფანატიკურ დონეზე არიან ასულები ამ ყველაფრის. ახლა გურამ ფალავანდიშვილი თუ გინდათ გაამარგინალოთ ქართული ეროვნული მოძრაობა და ეროვნული სული, უნდა გამოიყვანოთ გურამ ფალავანდიშვილი და მისი ეს პატარა მამფალი, ეს პატარა ეს ალექსანდრე ფალავანდიშვილი, რომელიც რო კითხო
იმაში რა ქვია ინგლისშია განათლება მიღებული და მისი შვილიც მეორე ძმას ის მამფალის უმცროსი შვილი მე მგონი ახლა ლონდონში სწავლობს და ბიჭო ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ისე რა ასე რომ ფანატიკურად გააქვთ ეხილი ეს ყველაფერი და დიდმოწამე ქართველებად რომ მოგაქვთ თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ აი ქრისტიანულად გეტყვით რა რომელიც სამაგალითო ქრისტიანი არის გულამ ფალავანდიშვილი გეიდაროვიჩი რომელიც პუჩს უჭერდა მხარს და ზვიად გამსახურდიას დამხობას, იმიტომ რომ ქონებები მიეტაცებია და თქვენი ცხოვრება, რომელიც დიდი ქრისტიანის ცხოვრებას წარმოადგენს, მაკლერობით და მევახშეობით ცხოვრება. მით უმეტეს ზვიად გამსახურდიას დეიდაშვილი იყო და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყავით. დიდო ქრისტიანებო. თქვენ რომელი დიდი მოწამე და დიდ მორწმუნე ქართველები ხართ. არაფერი არ მინდა ჩემო ძმაო პატრიარქიდან და არც არავიდან. ერთი ის ვიცი ძმაო, რომ პატრიარქი და საპატრიარქო წინააღმდეგი იყო ზვიად გამსახურდიას ეროვნული მოძრაობის და ხარს უწევს ევროკავშირს პიდარასტების იმას, რა ქვია, კლუბში ისა რა ქვია საქართველოს გაწევრიანებას და შევარდნაძეს და ნათლავს და გრაჩოვს და რა ვიცი 1000 უბედურებას და ეკუმენიზმის ისა. არა არ ვთვლი მე იმას, რომ ის არის ჩემი სულიერი მამა. მე ქრისტიანი ადამიანი ვარ და მაქვს ამის უფლება და ესეთ დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და არ არის უსაფუძვლო გამოთქმა ეგ ყველაფერი. ასე არის ეს. რა ვიცი ახლა შენ თუ გაქვს იფიქრო ისე როგორც გინდა, მეც მაქვს იმის უფლება ქრისტიან ადამიანს ვიფიქრო ისე როგორც თვლი საჭირო. მე მიმაჩნია რომ ქრისტიანობასთან ამ ხალხს არანაირი შეხება არ აქვს კაცო. და დიდ ქრისტიანებად რომ მოგაქვთ თავი, ჯერ თქვენ წარსულს ჩახედეთ. და ნუ ხართ ბიჭო ჩასაფრებულები, იქეთ ცალკე ლიბერალები არიან, გახარებულები, აი კვარაცხელიას LGBT მაისური ეცვა, ხო და აი ესო მამფალი გამოდის და ესო ლოცვაო მარტო ლოცვაო რას უშველისო ამ ყველაფერსო და ქრისტიანულად უნდა იქცეოდე. მე ქრისტიანულად უნდა იქცეოდე, ბიჭო. გაყიდეთ შენ და მამაშენმა, თუ რამე ქონება გაგაჩნიათ, 50-60 მილიონის ქონება რო გაგაჩნიათ და ურიგეთ გაჭირვებულ ხალხს და წადით იმას, რა ქვია, გაყევით ქრისტეს გზას. ქრისტეს ცხოვრებაში ეს ფურცელი ამოხეული იყო? ქრისტესთან რომ მივიდა, მებაჟე და ეუბნება, რომ რა გავაკეთო, რომ ცხონდეო და გაყიდე ყველაფერიო და გამომყევიო და დაურიგე ღარიბღადაკს და გამომყევი. გაყიდეთ ყველაფერი შენ და მამაშენმა, მაკლერობით, მეპროცენტეობით და იმით ნაშოვი ფულით და დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხს და იცხოვრეთ ქრისტიანულად. და მერე გექნებათ უბლება სხვაზე ილაპარაკოთ, მაისური ჩაიცვას თუ არ ჩაიცვას. ასე ეს დიდ ქრისტიანებად როცა მოგაქვთ, თავიდან დიდ ქრისტიანობა კი არ ქვია, მაგას ჩასაფრებისული მდგომარეობა, რომ წიხლი დააჭიროთ ამ ბიჭებმა. საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანეს. ბევრი სიკეთე და ბევრი სიხარული მოუტანეს, არც ერთ პოლიტიკოს არ მოუტანია იმდენი სიკეთე, იმდენი სიხარული, იმდენი ბედნიერება ქვეყნისთვის, რაც ამათმა მოიტანეს. მე არ ვამბობ იმას, რომ სწორი იყო, კი ბატონო. თუ კი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, მაშინ მარტო მართლმადიდებლური ქრისტიანულით რო იცხოვროს ადამიანმა, ყველა მიცის როგორ იქნება. დარჩება მარტო განდევნილი ყველადან. მაშინ უნდა წავიდეს ყველა ფეხბურთიდან, ყველაფრიდან და უნდა იცხოვრონ ისე როგორც ჩემო ძმაო, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, მე ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ცნობილი. ხო, მე რომ მაგი ვთქვი, რომ პატრიარქმა ბევრი რამე არ იცის, თუნდაც დავითგარეჯის ამბავთან დაკავშირებით და ვერ გებულობს, იმიტომ რომ მივედით იქ და დავითგარეჯი ჯაღმაიძემ და ამათმა გამოაცხადეს, რომ საქართველო არა, კაციშვილმა არ მიგვიღო და მაშინ რას გაიგებს 200 კილომეტრის იქეთ რა ხდება თქო და ლამის ზუსტად აი ამ მამფალებმა და ამ სირთაოზმა, რა ქვია, ალტიმფოსიმათმა, რა ქვია, სირებმა გამოაცხადეს ისე, რა ქვია, პატრიარქის და იმის მტრად, რას ქვია მე ეს ვთქვი. ხო, როდესაც უძლურებაში არის ადამიანი, წესიდარიგით უნდა გადაეცეს ის მომავალს და ახალგაზრდა ადამიანმა უნდა ჩაიბაროს ქვეყანა და მართოს ისე, მაგრამ როცა ესმოდა პატრიარქს შემოძმაოდა, როცა ახალგაზრდა იყო და როცა მისი თვალით ხედავდა ყველაფერს, მაშინაც ჩამოგიტყვი უამრავ ნაბიჯებს, რასაც მე როგორც ქრისტიანი ამას ახსნას ვერ უძებნი და ვერ ვგებულობ შემოძმაო. ვერ ვგებულობ იგივეს, რომ როგორც შეიძლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას წინააღმდეგი იყო და შევარდნაძის და კიტოვანის და იმათი მომხრე იყო, რა ქვია. იოსელიანის და მძარცველების და გრაჩოვების და ამათი ვერ ხვდები ამას. ვერ ხვდები, ამიტომ მაქვს ესეთი დამოკიდებულება და მე არავის არ ვეუბნები შენ რატო გაქვს ეგეთი დამოკიდებულება. გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენ გზაზე, ძმაო, გამოჩნდება ყველაფერი როგორც იქნება. ერთი კი არის, რომ დღევანდელი საქართველო რო არის გადაგვარებული, დღევანდელი საქართველოში რო ქრისტიანი ადამიანი ახლა ხელისცეცებით არის, ჭეშმარიტი ქრისტიანი, ხელისცეცებით არის საძებნელი და დღევანდელი ახალგაზრდობა
ლიბერასტი უფრო არის, ვიდრე მართლმადიდებელი ქართველი. ახლა ამას მე მგონი, ნუ რავი, შემედავება რა. ეგრე არის რა. აი ესეთი ბიჭო უსირცხვილოები გაიგე? ვარდოსანიძე, შენ წარსულს ჩახედე, შენ პიროვნებას ჩახედე, შენ საქციელს ჩახედე. შენსას და სხვებმაც, ვინც გამოხვალთ და ქვის როლას დაიწყებთ, სანამ ქვას მოკიდებ, ხელს რო ესროლო და ჩაქოლო. იმის გამო, რაც ყველას ეცვა თვითონაც რო ჩაიცვა და არ მოიგლიჯა და ღია ჰომოფობიური როგორ დეფინიციას ასაძლევენ აქ ევროპაში არ მიცა და არ დაუსვა წერტილი თავის კარიერას და თავის ცხოვრებას აქ ევროპაში სანამ ამის გამტყუნებას ამას მოითხოვთ თქვენ ამ ადამიანებიდან თქვენ გაყიდეთ თქვენი ყველაფერი დიდო ქრისტიანებო და გაყევით იმას რა ქვია ქრისტეს გზას წამოპლაკულები რო ხართ ფეხი ფეხზე რო გაქვთ გადადებული და ზოგი იმაში რა ქვია სუსის ნასეთკური იმის გავრცელებაში ფულს რო იღებთ და ზოგი იმაში რა ქვია ოფისებიდან ტრაკის განძრევა რო არ გინდათ და საქართველოს გადარჩენა რო გინდათ და იმას კიდე მე პროცენტეობით და მე ვახშეობით და იმით რო დიდ ქრისტიანობაზე ლაპარაკობთ და ბიზნესი რო გაქვთ პირწავარნელი ბიზნესი რო გაქვთ გამართული იმასთან საპატრიარქოს ყანდურებთან ერთად ხო გურამ ფალავანდიშვილს ეხება ეს გურამ ფალავანდიშვილს და არავის სხვას და მისმა ვაჟბატონმა ებან სხვას რო აკრიტიკებს ამას მიხედოს ხო დიდ მოწამე ისინი ქრისტიანები და საერთო ჯამში ყოველთვის იყო ცდილობა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში, საქართველოს გუნდში იქნას შეტანილი რამენაირად დაშორიშორება, რამენაირად დაშლა ამ გუნდის ამ ბიჭების მეგობრობა, ამ ბიჭების გათახსირება ხალხის თვალში, იმიტომ რომ ფეხბურთი არის ერთადერთი უფრო მეტი არის ვიდრე სპორტი. და საქართველოში რამხელა ზეიმი იყო და რამხელა ბედნიერება მოუტანა ქართველებს ფეხბურთმა, თუნდაც ამ ბოლო მომენტებში მე ასეთ გახარებული ქართველობა არ მინახია. ალბათ 31 მარტის მერე, როდესაც რეფერენდუმზე მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა. 91 წლის 31 მარტის მერე. მე არ მინახია ესეთი ბედნიერი და გახარებული ქართველობა. ამიტომ აი ეს მტრები ვინც არიან ჩასაფრებულები აი ამ სუსში, ვინც არიან ჩასაფრებულები აი ამ ვითომ პოლიტიკაში და ყავთ ესეთი შნირები, რომლებმაც იმას ქნეს, რა ქვია, მთელი მათი ცხოვრება სამშობლოს ღალატს მიუძღვნეს და ერის და ქვეყნის განადგურებას აკეთებენ ამ საქმეს და თქვენც ამ ყველაფერში ხელს უწყობთ. ვინც ამ ყველაფერს მიყვებით და ოი ღმერთმა დაგლოცოს რა მართალი ხარ ბექა რა მართალი ხარ მამფალ და რა მართალი ხარ კოკა და ხალხინფოს ბიჭები გადაარჩენენ ქვეყანა აი თქვენ პატრონს თუ არ ახლა გამოხვალთ და იმას იტყვით საერთოდ ასე გჩვევიათ რომ ეს ჩვენ არ დაგვიწერიაო ეს ქათმოსაინძეს არ დაუწერიაო გაუტეხე შეიძლება ტელეგრამი და ვიღაცა სხვამ დაწერა ვის ასავლით ბიჭო წერა კითხვა არ იცით ხალხი იმას ამბობს ბექა ვარდოსანიძე მისი პირით ამბობს რომ მას ერთი წიგნი არ აქვს წაკითხული და რუსთავიორმა ასწავლა ყველაფერი და რუსთავიორმა გაზარდა და ეს გამოსწირებული ეს უწიგნური ეს დებილი 5 კლასის განათლება რო არ გააჩნია მართლწერა რო არ იცის წერტილმძიმე არ იცის და ის არ იცის სამიანზე რო ვერ დაწერს ქართულს ხუთიანი პლუსით წერს პოსტებს და აქვეყნებს და ყველაფერს შხამიანს ემას რა ქვია ქართველებში შემოიტანს იმას და დაპირისპირებას და დაძაბულობს და თვითონაა ისა ზაგესელი წმინდანია ღმერთო დალოცე ბექა თქვენ რა გაგიგეთებიათ აქ დიხართ იქ და იღებთ იმიდან რა ქვია ფულებს ხანვისგან და ტრაქში უძრებოდი იმას რა ქვია წლების წინ ჯერ კიდე დაწყებული როდინდელი იმას ანა იადოლიძეს მაგის გულიზა მომივიდა შენთან ისა დაპირისპირებაში ქათამოშე კამალა ჰარისმა მკვლელები მოუგზავნა და ენტონი ფაუჩი ჩემი პირადი მტერია და აი ტრამპის ადმინისტრაცია რო გახდება ის წავა თურმე და საქმეებს მოაგვარებს ჩაღმაიძე ამას ავალებდა თურმე ბექა შენ უნდა იყო ტრამპის მე მაგ გავლენები მე ვარ მომავალი და ხო გახსოვთ ამათი ბოდიალი და ამათი ბჟოტიალი ქათმების მართლა მე ხალხის ბრალი როა ჩემოძმაო მაგიტო ვლაპარაკობ შავსათეთს თუ ვერ ანსხვავებს მაო მაგდენს თუ ვერ ხვდება ქართველი ადამიანი და არის ზომბირებული წევიდეს ეგერ და დაუდგეს იმაში რა ქვია მამფალს და ამათ სამსახურში
და კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, შეეშვით ამ ბიჭების გაშავებას და შეეშვით ამ ბიჭების შეძულებას რა. შეეშვით. თორა თქვენში იმდენი პიდარასტული და იმდენი ჩათლახური არის. იმდენი ჯერ ბიჭო რა უნდა გითხრათ კონსერვატორებს ახლა რო იძახით ისო რა ქვია. ბაჩანა ახალაიასი რა ქვია, თქვენი პარტიის წევრი იყო და იმაშვებოდით რა ქვია. აპიარებდით პიდარასტი პედოფილი. და უამრავი ასეთი ნაგავი. გამომიხვალთ აქ და რაცაზე დაიწყებთ ლაპარაკს მერე. ჩაიგდეთ, თქვენი ადგილი იცოდეთ და სოროში შეძვერით, ბიძია. თქვენი ადგილი იცოდეთ. თქვენი ადგილი გაჭირვებული ხალხის გატყავებაზე რო ხართ. ფული ჩამირიცხეთ, რომ მე ინფორმაცია, მე ტელეფონი ვიყიდო, რომ მე ეს ვქნა, რომ მე ის ვქნა, რომ მე ლაივები წავიყვანო. ეხლა ეს ტექნიკა მინდა და გამწარებულ ხალხს, გადახვეწილ ხალხს კიდევ ფულს ართმევთ და იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება, მე რომ ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა ტელევიზიამ რო იარსებოს პენსიონერებს ყავეთ ფულს. ტრამპთან აქვს კავშირები. კავშირები აქვს მაგას უკნიდან, უკნიდან. სიჭირი მაგ. არ მინდოდა ამ ხალხზე ლაპარაკი დამთავრებული მაქვს რამდენი ხანია. არა, საერთოდ მაგათი ხსენება. მაგათი ხსენება, ხო? ეს მაგათვის დიდი პატივია და რაღაცად გონიათ, რომ ესე თუ ახსენებ, ესე იგი რაღაცას აკეთებენ. ეს პირდაპირ სუსის მეხუთე განყოფილების ჩამოყალიბებული ფსევდო ეროვნული, აი ესეთი ნაგვებით, თაღლითებით, იმგენით თქვენსას მიხედეთ, ბიჭო. თქვენსას მიხედეთ, დირკას რო გიძახიან ზოგ-ზოგიერთს. ხო, ზოგ-ზოგიერთებს. არ მინდა ახლა მე ეს გადავიდეს. ყველაფერი კარგად იცის საქართველოში. ჩემი პირიდან ნათქვამი არაა სავალდებული. და როგორ გიცხოვრია თქვენ წარსულს გადახედეთ. მე გადახედეთ სხვისას. მე ეძიეთ იმის კვარაცხელიას მაისურის ჩაცმა და იმის სხვისი და ახლა დაიწყეთ იმაზე. იმაზე შეგვეხო, რუსეთი შემოყავდა, იშვებოდა, ბორდელში მუშაობდა, მეტი მტყნის დედა შევეცი მე. ვინც მაგას იძახით. პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებს, შეაგინა, როდის მე შევაგინე ერთი. როდის მე შევაგინე, გეუბნებით, ამდენი ხანია რო ავრცელებით, ამ ყველა ერთი გინება დამიდებით პატრიარქის მიმართ, ჩემი. ხო, ჩემ პოზიციას როგორც ერთი ქრისტიანი გამოვხატა. და ეს ქვეყანა რო ამ დღეშია, ზუსტად მაგ საპატრიარქოს დამსახურება. რომ ასე რო არის ნიველირებული ქართული მართლმადიდებლური და ეს გონია თქვენ ისა რა ქვია ოჯახის დღესასწაულზე იყვნენ და ოჯახი ჩვენმა პატრიარქმა დაგვლოცა 1,300,000 დარჩა ერი. 1,300,000 დარჩა ერი 1926 წლის ნიშნულს ჩამოწდა 400,000. და იქ დადიხართ ოჯახის სიწმინდეებზე ლაპარაკობთ. დაგრეული ამდენი ოჯახი გადაყრილია ზოგი ემიგრაციაში და ზოგისა და ციხეები ამოვსებულია ოჯახური ძალადობის კანონის და ამის გამო. და ხმა არ მოგიღიათ არც ერთ და ოჯახის სიწმინდეს იცავთ. მაგარი ოჯახებიდან გამოსულები ხართ, გეტყობათ რა. ნაგავი ხალხი რა, გამოგივლიან. თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, დამისვით და დაგემშვიდობებით, აი ამის თქმა მინდოდა და მე გეუბნებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მე როგორც ქართველს ქრისტიანს ეს ყველაფერი არ მომეწონა. მაგრამ არ ყოფილა ეს ყველაფერი მიზანმიმართული ვიღაცის მათი ქმედება მხარდაჭერილი. ეს რო გამოეხატათ, გითხარით მე თქვენ ჩემ თავზე რაც ამაქვს გადახდილი, აქ ამ ევროპაში. აი ამ დემოკრატიულ ევროპაში ჩემი აზრის გამო, ჩემი თავისუფალი აზრის გამო, ყველას ელოდებოდა იგივე. რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი, რა ევროპაში ყოფნა, რის ევროპაში ყოფნა. თუ არ დაიჭერდნენ, დიდი გაუწყვიტავდნენ ყველას კონტრაქტს და გამოყრიდნენ. რომ მიეცათ. აჰა, კვარაცხელიაო და გაიკეთე ეს მაისური, შენოდა მხარდაჭერა გამოუცხადეო, ქვი არ თემსო და ასე ქენი და ისე ქენიო, სხვა ამბავი იქნებოდა ვიციო. ხო. სხვა ამბავია. და მე გმირობას ვერავის ვერ მოვთხოვ. და თქვენ სანამ სხვას მოთხოვდეთ გმირობას და თქვენ სანამ სხვას მოთხოვდეთ დიდ ქრისტიანულ ცხოვრებას, თქვენი მოჯმული ცხოვრებიდან გაიხსენეთ, ვინ ახართ და რა ხართ და საიდან მოდიხართ. და რას წარმოადგენთ. და თქვენი საქციელი ესაა მიზანმიმართული ნგრევა, განადგურება ქართული ფეხბურთის. ესაა სიმართლე. მტრები ხარ ქართული სახელმწიფოს. წადვეზე ემათხოვრეთ, ვინც ხას პული ჩაგირიცხვა. რომ ლაივები ჩაწეროთ და ტელეფონი იყიდოთ და ის იყიდოთ და ეს იყიდოთ.
ქალბატონო მანანა ჯანმოზე მე რა აზრის უნდა ვიყო ქეთინო ქათმოსანიძეს კითხეთ მაგი კამალა ჰარისმა მკვლელები მოუგზავნა ზაგეში და ენტონი ფაუჩი ნომერი პირველი მტერია რას უნდა ვფიქრობდე დასატოვებელი არის ჯანმოც სოფლიო ბანკი სავალუტო ფონდიც და მსგავსი დამაქცევარი ორგანიზაციები მაგრამ ეს ჩვეულებრივი ახლა სუსის აგორებული თემაა რომელიც კიდე კაიხანი ციფრულ ფულთან ერთად ტაშფანდურს გამართავენ ეგა მოგითხული მას, რა მოგითხული. აი, დაგემშვიდობებით. აი, ეს არის სიმართლე და ეს არის რეალობა.